ქართული ოცნების ზოგიერთი მომხრე გვეკითხება, მაგრამ რას ერჩით ირაკლი კობახიძეს. პირველ რიგში სწორედ ამ ადამიანებს ვეხმიანები. ეს კითხვა არაკორექტულია და საკითხი არასწორად არის ზოგადად დაყენებული. ჩვენ ირაკლი კობახიძესთან არა როგორც ადამიანთან, არამედ როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან გვაქვს მთელი რიგი პრეტენზიები. ჩვენ ვართ აღსარებლები და მაზიარებლები და ეს იმას ნიშნავს, რომ არანაირი პირადი დაპირისპირება არ გვამოძრავებს. არ გვინდა რომ რამე პირადი ზიანი მიადგეს კობახიძეს, რაიმე ტრაგედია დაემართოს, არ გვინდა რომ ავად გახდეს, არ გვინდა რომ პატიმრობა გაიაროს, არ გვინდა რომ მოკვდეს. ერთი სიტყვით, ირაკლი კობახიძეს არანაირ პირად ზიანს და ბოროტებას არ უსურვებთ ჩვენ. ეს არ არის არც ჩვენს გულში, არც ჩვენს გონებაში. მაგრამ მინდა დააკვირდეთ და გაიაზროთ, რას ვერჩით ირაკლი კობახიძეს როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ამ კაცმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ცრუ დასმენებით, ცილისწამებით, ცრუ მავნებლური ჭორებით უამრავ ადამიანს მიაყენა ფიზიკური ზიანი და რაც 10 წლეულების მანძილზე ჰქონდათ ნაშენები, ის საქმეც დაუზიანა და საერთოდ ცხოვრება დაუნგრია. აი ეს არის სინამდვილეში პირადული ბრძოლა, რაც კობახიძეს კი არ გამოუცხადეს სხვებმა, მათ შორის ჩვენ. არამედ მან გამოუცხადა ყველას, ვისშიც რაიმე ტიპის საფრთხეს ხედავდა საკუთარი კარიერის გადარჩენა შენარჩუნების გზაზე. ამ კაცმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო ბერკეტების გამოყენებით არა მარტო მოკლა პოლიტიკური პროცესი, არამედ დღესაც ცდილობს პარტიების, პოლიტიკოსების, მთელი რიგი ორგანიზაციების მიზანმიმართულ განადგურებას, რომლებიც კიდევ ერთხელ ვამბობ, 10 წლეულების მანძილზე საკუთარი შრომით იქნიდნენ ავტორიტეტს. კანონებიც კი შეცვალა ერთი პარტიის, მაგალითად საქართველოს პატრიოტთა ალიანსის წინააღმდეგ. ამავდროულად ცალკეული პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების განადგურების მიღმა კობახიძე ხელოვნურად ქმნის ახალ პარტიებს და ახალ ჯგუფებს სრულიად უავტორიტეტო ადამიანებისგან და ნამდვილ ავტორიტეტებს ყალბი ავტორიტეტებით ანაცვლებს. ეს დანაშაულია, მეგობრებო, დანაშაული სახელმწიფოს წინაშე. მისთვის მსგავსი უფლება არავის არ მიუცია. მაგრამ პირველ და მეორე პუნქტზე ბევრად უფრო დიდი უბედურება იმაშია, რომ აი ამ კაცმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩვენ დაგვაბრუნა საბჭოთა კავშირში. ციხეშიზის არაერთი უდანაშაულო ადამიანი აქციების მონაწილეებს უმოწყალოდ გაუსწორდნენ. გამოიყენეს წყალთან შეზავებული ქიმიური ნივთიერებები, რისი უფლებაც მათ არ ჰქონდათ. მიიღეს რეპრესიული კანონები ტროტუარზე დგომის გამო, იჭერენ ადამიანებს, ქართული ოცნებისვე მხარდაჭერილი სახალხო დამცველიც კი დღეს აღიარებს, რომ დაკავებულებზე პოლიცია ფიზიკურად ძალადობდა. ყველა მებრძოლი ადამიანი გარიყეს და გაყარეს. ქართული ოცნება გაივსო ნაცებიდან გადმობარგებული ხალხით, რომლებსაც ნულოვანი ბიოგრაფია აქვთ. სუფთა ფურცელი. ზოგიერთი დეპუტატის ბიოგრაფია იწყება პირდაპირ პარლამენტიდან. მანამდე ან ნაცმოძრაობაში ისხდნენ, ან სახლში ბრძანდებოდნენ და ყავას წრუპავდნენ. კვიდრდება აზრი, რომ მთავარია იყო მოხერხებულ შემძრომი და შენს განათლებასა და დიპლომს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რასაც დამანგრეველი შედეგები მოყვება ახლო მომავალში და ამას ყველა ერთად ვნახავთ. სააკაშვილის დროსაც ტყუილში ვცხოვრობდით ჩვენ და ახლაც ტოტალურ ტყუილში ვართ. კობახიძეს ვადანაშაულებთ იმაში, რომ მხოლოდ ტყუილზე აგებული ყველა სახელისუფლებო არხის მაუწყებლობა, განსაკუთრებით იმ კუთხით, თითქოს პლანეტაზე ყველაზე ბედნიერი ქვეყანა ვართ. აი ახლა ისიც გვითხრეს, თითქოს ვაჭარბებთ 3.900.000. არა და გარდაცვლილთა რაოდენობა მეტია ახლად დაბადებულებზე და ერი საუბედუროდ არის ყდომის პროცესში. თანამედროვე ქართული სახელმწიფო დაემსგავსა მონათმფლობელურ, ფეოდალურ საზოგადოებას. უმრავლესობა არის სიღატაკეში და 1%-ზე ნაკლებს აქვს სიმდიდრე და ფუფუნება. ეს მათივე მონაცემებია ქართული ოცნების. კობახიძის მიერ წამოწყებული ყველა ინიციატივა, ეგრეთ წოდებული ფასების კომისია, ფსევდოდებატები, პლასტიკური ბოთლების აკრძალვა, ჯარიმები, ფაქტობრივად არის მასკარადი და პოზიტიური შედეგის ნაცვლად მოაქვს უკუშედეგი. ფასები ყოველდღიურად იზრდება, ხალხი ყოველდღიურად
ხატა გდება. 2 მილიონ მოქალაქეზე მეც აქვს საბანკო და საკრედიტო სისტემიდან ერთი სესხი მაინც აღებული და მოსახლეობის 10% ამ დავალიანებას უკვე ვეღარ ფარავს. და ყველაზე მთავარი თემა. ამ კაცმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქვეყნის შიგნითაც მტრობა დათესა, მათ შორის მოკავშირეებთან და მთელ მსოფლიოსაც მტრობა გამოუცხადა. თითქოს და სუვერენიტეტის დაცვის დროშის ქვეშ საქართველო პრაქტიკულად იზოლირებულ სახელმწიფოდ აქცია. ირანისა და ჰეზბოლას გარდა საქართველო სინამდვილეში არავისთან აღარ მეგობრობს. აი ამას ვერტში ჩვენ ირაკლი კობახიძეს როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრს. და ამიტომ მიგვაჩნია და საჯაროდაც ვამბობთ ამას, რომ ის უნდა გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან. მაგალითად უნდა წავიდეს ირანში ელჩად, ტაჯიკეთში, თურქმენეთში ან ყირგიზეთში. უნდა წავიდეს დაისვენოს თვითონაც და ჩვენც დაგვასვენოს, ანუ დაასვენოს საქართველო და ქართველი ხალხი.